აი გამარჯობა. კარგად. დავთ კარგად. ის დინამოს ანგარიშგებებიც ნახე რომელიც ქვეყნდება საიტზე არის ხამის დომენი უხელო ბილეთებიდან შემოსავალი ძალიან მცირეა ტრანსლაციებიდან UEFA-ს ნაწილი საკმაოდ სოლიდური იყო ქართულს რო შევადაროთ ნუ პრაქტიკულად არ იყო რა არ გვაქვს ქართულ ტრანსლაციებიდან ჩვენ გვაქვს ამის 30000 ლარი იყო კი ამის ამბიცია და ის გვაქვს რომ დაუშვათ ჩვენი თამაშები არ უნდა იყოს ასე უფასო და ხელმისაწვდომი მაგრამ ეს მაინც ლიგის გადასაწყვეტია ვინც ამ ლიგას ატარებს და ვინც ყიდის ამ საფეხბურთო ტრანსლაციებს ეს მათი თემა ამიტომ რაღაცა კუთხით ამაზეც მუშაობ ჩვენ რომ ლიგის ფორმატით რაღაცნაირად გავაქტიურდეთ და შეიქმნას ლიგა კომერციული სტრუქტურა რაც ამ საგულო ფეხბურთის დამატებითი ფინანსების რა საუბარია მაგაზე yani ფონდის მოდერნიზებაზე მინდა რომ მოვასწროთ საუბარი მაგრამ აი პროფლიგის შექმნა იდეაში იქნება თუ რა რაღაცა გამოსავალი პრეცედენტები სხვა არსებობს ბევრგან არის პროფლიგა და ნუ ძირითადად სუპრომეტეს ქვეყნებში ეს არის პროფლიგა ეს არის იმიტომ რომ მე რაღაცა თანხმედრა ხდება ხო ინტერესების კლუბებისაც მათ შორის რა თქმა უნდა პროფლიგიდან ჩვენ რა შევით ძირითადი მოთამაშეები ვართ ჩვენ დაუშვათ თეორიულად შეიძლება კონკრეტულად ლიგამ რაღაც სპონსორი მოიძიოს მაგრამ იქ თუ ჩვენ არ ვითამაშებთ გუნდები და არ იქნება დაუშვათ სანახაობა და ჩვენ არ მოვიცდოთ მოყურებელს იქ რეკლამაც არ მოვა ხო გამოდის რომ მთელი ეს რესურსი იგივე რომ შევადაროთ ძალიან უხეში შედარება ახლა ჩემპიონთა ლიგასთან და UEFA-ს ტურნირებთან მაგრამ ის არის მოთხოვნადი ტურნირები შესაბამისად ყავთ უდიდესი სპონსორები და შეზღუდული სპონსორების რაოდენობა მოგიხსენება ყველას არ შეუძლია მისვლა და ყოველწლიურად იზრდება იგივე ტრანსლაციის ღირებულება ყოველწლიურად იზრდება მათი შემოსავალი და კოლოსალური თანხებია. ეხლა ვერ შევადრი საქართველოს ჩემპიონატს რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა მოდელი და გაგება იგივეა, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ, ჩამოვაყალიბოთ ეს პროფლიგა, რომელსაც რა თქმა უნდა დაჭირდება რაღაცა კონკრეტული რესურსი ამის ჩამოყალიბებას, მაგრამ პროფლიგამ უნდა ჩაატაროს ეროვნული ჩემპიონატი. ეგ რესურსი საიდან უნდა იყოს? ეს უნდა იყოს ხო კიდევ ერთხელ გეუბნებით. ანუ რესურს ხო ფედერაცია ხარჯავს აი მაგალითად ორგანიზებას. ამ წუთას არის დაუშვათ პროფლიგას ყავს ამ ჩვენ ეროვნულ ლიგას რამოდენიმე სპონსორი და მათ შორის ჩვენი საწევროები და ასევე ფეხბურთის ფედერაცია რომელიც იმ რესურსს რომელიც მას ისედაც გააჩნია თავი და ამ რესურსს ახმარს მოკლედ ამ ეროვნული ლიგის ჩატარებას. ნუ საერთო ჯამში არის რაღაც კონკრეტული ბიუჯეტი რომლის აწევა ამ წუთას ჩვენ პროფლიგას არ შეგვიძლია ამ შემთხვევაში კლუბებს რომელიც ჩამოაყალიბეთ პროფლიგა არ შეგვიძლია მაგრამ ადრე თუ გვიან მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე მოხდება ეს ამბავი ჩვენ ჩამოვაყალიბოთ პროფლიგა რომელიც თავის თავზე აიღებს ამ პასუხისმგებლობას ამ რესურსებს რომელიც ისედაც გაგვაჩნია გაერთიანებს და პირიქით იმუშავებს რომ უფრო მეტი რესურსი მოიტანოს რა სატელევიზიო უფლებები გაყიდოს გულშემატკივარი მეტი მოიზიდოს თამაშებზე მარკეტინგი კონდეს ფონდის ნაწილს დაფინანსებაზე მინდა კითხო მაგალითად დინამოს შემთხვევაში 2024 მილიონ 700.000 იყო 2023 2 მილიონ 300.000 ეს დამოკიდებული რა თქმა უნდა ადგილზე და საპრემიო ნაწილზე ეს თანხები როგორ იხარჯება რა პროპორციებით ასე ვთქვათ და რამდენად მიდის ამ თანხების კონტროლი ანუ სისტემა და სტრუქტურა როგორია დღეს მოგეხსენებათ ეს ფონდი დაწყების დღიდან მე ვიყავი ფონდის დირექტორი დაახლოებით 4 წელი თუ არ ვცდები თავშივე მოგეთა ძალიან მკაცრად კონტროლდება ეს ყველაფერი ანუ ეს ბიუჯეტი სხვადასხვა პროგრამით ფინანსდებიან ხო კლუბები ამიდან ფონდიდან ეს ბიუჯეტი წინასწარ არის შეთანხმებული და ეს შეთანხმება სტრუქტურა მოგეთ ამ ბიუჯეტის არის წინასწარ გაწერილი მაგალითისთვის საბაზისო დაფინანსებიდან 60%-ზე მეც კლუბი ვერ დახარჯავს ხელფასებში შესაბამისად 100 ლარი შტაფის თუ ფეხბურთელების თუ მშობლად კლუბის კი ჯამურად 10 ლარიც რო გადააჭარბოს დაუშვათ ამ ბიუჯეტს ფონდი თხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას ან დაუშვათ გადატანას და სხვა მიზნობრივი წინასწარ შეთანხმებული პროგრამით ამის დახარჯვას. ანუ ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება. ჩვენ შემთხვევაში ახლა დაუშვათ ფონდის დაფინანსება არის ჩვენი საერთო ბიუჯეტის 20% და ჩვენი რესურსით, ჩვენი საკუთარი ტრანსფერებიდან, UEFA-დან დაუშვათ რეკლამიდან და ასე შემდეგ. დანარჩენი რა ხმარდება, ეგეც გაწერილია? ფონდის ნაწილში ყველაფერი ხმარდება. კი, იქ არის საწევრო დაუშვათ იგივე მივნინება ქვეყნის შიგნით, მივნინება ქვეყნის გარეთ, ადმინისტრაციული ხარჯები, კომუნალური აკადემიის ნაწილზე და ბავშვთა ფეხბურთში არ არის. ამაზეც ანუ ყველა კლუბს ლიცენზირებით მოეთხოვება რომ ყავდეს მინიმუმ 5 ასაკობრივი გუნდი. შესაბამისად ზოგს ეს ხელფასოდ ყავს, ზოგს ხელფასიანად არ იქ ყავს მწვრთნელები. ის ხელფასები შედის ზოგადად სახელმწიფო ემაში. ჭერში.